მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. მიხარია კლავაც თქვენთან მოსვლა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები მინდა დღეს კლავაც განვიხილოთ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ კომენტარებისთვის, რომელიც მომდის თქვენგან. ასევე რამოდენიმე კითხვა მოვიდა, რაც ისევ აი ოჯახის ჭრილში მინდა განვიხილო. ერთ-ერთია ასეთი შეკითხვა მომწერეს, რა ძალა აქვს სიტყვას. და რა თქმა უნდა, ოჯახშიც იგივე ძალა აქვს, რაც ნებისმიერ სხვა ადგილას. დავიწყოთ იქიდან, რომ წმინდა წერილებში არის ასეთი მნიშვნელოვანი აზრი. რბილი ენა ძვალს ამტვრევსო. აი ესეთი იგავია. რბილი ენა ძვალს ამტვრევს. რას ნიშნავს ძვირფასებო ეს სიტყვები? ჩვენი საუბრის მანერა ოჯახში იქნება თუ გარეთ, თუ გვაქვს რბილი ენა, ანუ თუ რბილად ვესაუბრებით ოჯახის წევრებს, ან გარეთ ადამიანებს, რანაირი პრობლემაც არ უნდა იყოს, რანაირი საკამათო სიტუაციაც არ უნდა შეიქმნას, რბილ ენას შეუძლია რო იტყვიან გადაანტვრიოს ძვალი, ანუ რთულ სიტუაციაშიც იოლად გამოხვიდე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ჩვენი საუბარი იქნება რბილი, რა თქმა უნდა, უფრო ადვილი იქნება ურთიერთობა. მაგრამ ასევე ერთი საინტერესო აზრი წერია, დაუკვირდით, ნახეთ, როგორი შედარებაა ენას რამხელა ძალა აქვს და სიტყვას. ერთ-ერთი მოციქული ამბობს, რომ ზოგის ენა מחვილივით ჩხლეთსო. წარმოიდგინეთ ახლა, რომ დგეხართ ვიღაცა თქვენ წინაშე არის და აიღო და მახვილი დაგარტყათ. რამდენად მტკივნეულია, რამდენად მოულოდნელია და როგორი შოკია, ხო? როდესაც ესეთი ბასრი იარაღით ვიღაცა შეიძლება დაგჭრას. აი ზუსტად ესეთ იარაღს არის შედარებული ენა, ზოგიერთი ადამიანის ენა. ანუ ზოგის ენა מחვილივით ჩხლეთს. მინდა ვისაუბროთ ისეთ საკითხზე, რომ როდესაც ჩვენი ენით ვიღაცას ტკივილს ვაყენებთ, ეს იმდენად რთულია იმ ადამიანისთვის ფსიქოლოგიურად, იმდენად ძნელი ასატანია, რომ შესაძლოა თუ ნამეტანი ძლიერი დარტყმა მივაყენეთ ჩვენი სიტყვით და სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენეთ, შეიძლება წლები გაგრძელდეს ამ ადამიანში ეს ტკივილი. წლები გაგრძელდეს. და ნათქვამია, რომ ნამდვილი מחვილით, ანუ ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობა შეიძლება უფრო მალე მორჩეს, ვიდრე სიტყვით მიყენებული ჭრილობა. შესაძლოა მთელი ცხოვრებაც ვერ მოურჩეს ზოგიერთ ადამიანს ესეთი ჭრილობა. გააჩნია ვისგან იყო ნათქვამი ეს სიტყვა და როგორ მტკივნეულ საკითხს შეეხო. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, აი ეს კითხვა კომენტარში რომ მომწერეთ, მინდა დაგანახოთ, რომ მართლა ძალიან დიდი ძალა აქვს სიტყვას. შეგვიძლია ადამიანი განკურნოთ ენით, ასეთი აზრიც არის მოხსენიებული, რომ თითქოს მალამოა ზოგის ენა, მაგრამ შეიძლება ჩვენი ენა იყოს როგორც ბასრი მახვილი. ამიტომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ბავშვები იქნება ეს, ცოლი იქნება, სამეგობრო იქნება, ნებისმიერ ადამიანთან აუცილებლად სწორად უნდა გამოვიყენოთ აი ეს ჩვენი მეტყველების უნარი. მაგრამ მარტო ენა ხო არ არის მეტყველების ორგანო. ეს ყველაფერი მოდის ჩვენი ტვინიდან და აზრებიდან.
იესო ქრისტე ერთ-ერთ ადგილას სახარებაში ამბობს, რომ გულის მოჭარბებულს მეტყველებს კაციო. გულის მოჭარბებული რას ნიშნავს? რაც ჩვენ გულში არის სისავსით, რაზეც ვფიქრობთ, რაზეც ავართ გაბრაზებული, ანუ მთლიანად ჩვენი შინაგანი ემოციები. და შემდეგ გვინდა არ გვინდა ამაზე ვლაპარაკობთ, ამ შეიძლება მძაფრად ვილაპარაკოთ და შეიძლება ვიღაც მართლა სიტყვირად ისე დაუჭრათ, რომ მისთვის ეს მოუშუშვებელი ჭრილობა და ტკივილი აღმოჩნდეს. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სწორად გამოვიყვენოთ ჩვენი ენა. შესაბამისად, ეს ყველაფერი სინამდვილეში აზროვნებიდან მოდის და ჩვენი აზროვნება უნდა სწორად გამოვიყენოთ, რომ ადამიანს არ მივაყენოთ ასეთი დიდი ტკივილი. შესაძლოა ცოლს მივაყენოთ დიდი ტკივილი, ამ პირიქით ქალმა მიაყენოს დიდი ტკივილი ქმარს. ერთ-ერთი კიდე ესეთი აზრია, აი ადამიანისთვის რანაირად აუტანელი შეიძლება იყოს ზოგიერთი კაცისთვის, ზოგიერთი ქალის ბუნება. რომ ასეთი მაგალითია იგავი ისევ სჯობს სახლის სხვენზე ცხოვრება ანჩხლ დედაკაცთან ცხოვრებასო. ანჩხლი დედაკაცი როგორია? აი სურო ყაყანებს, სურო რაღაც სულ უკმაყოფილოა ოჯახში. სულ ყველაფერზე რო უკმაყოფილოა, სურო აკრიტიკებს ქმარს, ბავშვებს უყვირის, გამუდმებით აი ანჩხლია და ასეთ ადამიანთან ცხოვრებასო, სახურავზე აი სხვენზე ცხოვრება ჯობია. რომ იქ ცოტა შვიდათ მაინც შეიძლება იგრძნოს ადამიანმა. მაგრამ რადგან იქ არის მოხსენიებული ქალი, პრინციპი ერთი და იგივეა. შეიძლება კაცი იყოს ძალიან ყაყანა, ხო? სულ ყაყანებს სახში, სულ არისვენებს ყველას რაღაცას ეჩიჩინება, ეუბნება, ებუზღუნება. ანუ შემაწუხებელი შეიძლება იყოს ზოგიერთი კაციც ოჯახში, ხო? ამიტომ როლები რო შევცვალოთ, ამ შემთხვევაში ქალისთვის იქნება ალბათ სხვენზე განმარტოებით ყოფნა უკეთესი, ვიდრე ესეთ კაცთან დაბლა სახლში რო იტყვიან თანაცხოვრება. ასე რომ იმედია რომ მოკლედ, მაგრამ გასაგებად აუხსენი ეს საკითხი, რომ შესაძლოა ჩვენი ენა იყოს ძალიან ტკივნეული სხვა ადამიანებისთვის. დიდი ძალა აქვს ჩვენ სიტყვებს. თითქოს ჰაერში ნათქვამი რაღაც ბგერებია, ხო? ჩვენი სიტყვები, მაგრამ ყურიდან ვინც ისმენს, მაშინ მთელი ქიმიური პროცესები იწყებს, მთელი დუღილი მიდის. ან სიხარულს იწვევს ჩვენი სიტყვები, ან ძალიან დიდ ტკივილს იმ სხვა ადამიანში. ამიტომ უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი ენა. გუშინაც მოიხსენია, ხო? რომ შეიძლება პატარა ცეცხლი გავაჩაღოთ, მაგრამ ძალიან დიდი ტყე გადაწვას. რაც შეეხება ბრაზი და ბრაზის კონტროლი, კიდე ასეთი კომენტარი მომწერეს. ბრაზი ნორმალურია თუ არანორმალური ემოციაა? ნორმალურია. იცით რატო? ბრაზის ემოცია გვეუფლება რაიმე უსამართლობაზე. ან რაღაც ესეთი არაადეკვატურ საქციელზე სხვა ადამიანისგან, როდესაც მოდის ჩვენ მიმართ. და თუ ჩვენ გაუბრაზდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვთქვათ სუსტები ვართ, ან რაღაც ნაკლი გვაქვს, ან არასწორია, რომ საერთოდ ადამიანი არ უნდა ბრაზდებოდეს. ესეთი წარმოდგენა არ უნდა გქონდეს. ნორმალური რეაქცია არის ბრაზი. თუ სამართლიანი რეაქცია, რა თქმა უნდა. შემიძლია მაგალითები მოგიყვანოთ. ერთ-ერთი მაინც გახსოვთ, ხო? როდესაც იესო ქრისტე იერუსალიმში ტაძარში შევიდა და დაინახა, რომ იქ ვაჭრები ფულს შეულობდნენ, იქ ფულს ახურდავებდნენ, ანუ სავალუტო ჯიხურებივით ჰქონდათ მოწყობილი, ასევე საქონელს ყიდიდნენ სამსხვერპლოსთვის შესაწირად, ზოგს არ აქონდა, ან
ძალიან შორიდან იყო ჩამოსული და არ შეეძლო რომ ცხოველი თვითონ წამოიყვანა იქიდან და იქვე ყიდულობდა იერუსალიმში. როცა დღესასწაული იყო მსხვერპლშეწირვის. და იესომ ეს ყველაფერი რო დაინახა, სახარებაში წერია რომ აღშფოთდა, ძალიან გაბრაზდა. აიღო შოლტი და რო იტყვიან აი ამ შოლტით გამორეკა სუყელანი და გადაუყირავა ეს მაგიდები აუყირავა მტრედების გამყიდველებიც გამორეკა ღარიბ ადამიანს, რომელსაც არ აქვს საშუალება რომ ხარი შეეწირა ან ვაცი ან ცხვარი, ყველაზე რო იტყვიან იაფიანი მსხვერპლი ღარიბი ხალხისთვის იყო მტრედები. და მტრედის ხუნდებიც კი, ანუ პატარა ბარტყები. რომ რაიმე ცოცხალი არსება უნდა ყოფილიყო მსხვერპლად რომ შეეწირათ. ამიტომ იმდენად უსამართლოდ სიტუაცია იყო და სავაჭრო ბუნაგად იყო გადაქცეული ტაძარი, რომ იესო ქრისტემ ეს ბრაზი და აღშფოთება არ დამალა და ეს აქედან ჩანს, რომ არის ძალიან ბუნებრივი და ნორმალური ემოცია. თუმცა ერთ საინტერესო აზრი წერია კლავაც აი ამ თეოლოგიურ წიგნში. დაუკვირდით ასეთი აზრია. პავლე მოციქული უკვე ქრისტიანებს, როდესაც წერილები მისწერა, რასაც ეპისტოლეებსაც უწოდებენ, იქ ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ გაბრაზდით, ოღონდ ნუ შესწოდავთ. ნახეთ რა არის აქ ყველაზე მთავარი ფაქტორი. ანუ გაბრაზება კი არ არის, თქვათ არასწორი, აღშფოთება, გამოხატვა ეს შენია ეს ცოტა რომ მოგაწვება ემოციები. ეს ნორმალურია, იმიტომ შეუძლებელია რომ რაღაცა ისეთი მოხდეს და არ გაბრაზდე, გამორიცხულია. მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი აზრი, რომ გაბრაზდით, განრისხდით, ოღონდ ნუ შესწოდავთ. ნუ შესწოდავთ რას ნიშნავს? ცოდვა მარტო რელიგიური კუთხით კი არ იგულისხმება, ანუ არასწორი არ ჩაიდინოთ, ანუ არ გადაამეტოთ იმ უსამართლობას, რის გამოც თქვენ გაბრაზდით, თქვენ თვითონვე არ გამოხვიდეთ უფრო არასწორები და უმართლოები ამ სიტუაციაში. შეიძლება ოჯახშიც რაღაცა გეწყინათ, ან ცოლისგან, ან ქმრისგან და ისე გაბრაზდეთ და ისე აღშფოთდეთ, რომ ირგვლივ ყველაფერი დაანგრიოთ, დალეწოთ, თითქოს მართალი ხართ, მაგრამ რა გამოვიდა? თქვენ უფრო უარესად მოიქეცით, ვიდრე შესაძლოა იმ ადამიანმა ჩაიდინა რაღაცა თქვენ წინაშე. ამიტომ გასათვალისწინებელი აზრია. მინდა კიდე ერთი საკითხი აღვნიშნო. არის ასეთი სიტყვები, რომ მზე ისე ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთო. ეს ძალიან კარგი რჩევა არის ოჯახში ცოლ-ქმრისთვის. თუ რაიმე პატარა კამათი მოგივიდათ, თუ პატარა რაღაც კონფლიქტია, რაღაცა უსიამოვნება, რაიმე მატერიალურ საკითხზე გქონდათ რაღაც გაუგებრობა, ან ერთმა დაახარჯა ფული, რომელიც მეორემ არ იცოდა და ერთმანეთი არ გააფრთხილეს და ერთ სიტყვით გამოიწვია რაღაც უსიამოვნება. აი ეს რჩევა, რომ მზე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ, ნიშნავს იმას, რომ მეორე დღეს არ უნდა გადავდოთ ამ პრობლემის მოგვარება. სანამ რო იტყვიან მზე, დღევანდელი მზე ისევ არის და დღეა ან საღამო სიტყვაზე გინდაც, ჩვენთვის უკვე თანამედროვე პერიოდში მზე კი არა, მზის შემდეგ კიდე შეიძლება ერთი 6-7 საათი კიდე ზეზე ვიყვეთ და სახლში ვიყვეთ, ხო, ისე რომ არ დავიძინოთ. ანუ სანამ დავიძინებთ, მანამ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა, რომ დილით ისევ ესეთი ცუდი ემოციური ფონი არ დაგვხვდეს სახლში და არ ვიყვეთ ისევ გაღიზიანებულები და რაც უფრო ესე გავწელავთ აი ამ პრობლემის გადადებას, უფრო და უფრო რთულდება წამოწყება შემდეგ. სანამ ნელთბილია სიტუაცია, ჯობია მაშინ მოვაგვაროთ ეს პრობლემები. მინდა კიდე შევეხო ერთ საინტერესო აზრს აი ამ საკითხებთან დაკავშირებით.
ეს შეიძლება უფრო ეხება იმ კატეგორია ადამიანებს, ვინც მორწმუნეა, მაგალითად ქრისტიანები, ვინც ახართ და ვთქვათ, ზოგი ეკლესიაში დადის, ზოგისად, ანუ ერთ სიტყვით ღვთის მორწმუნე ხალხი ვინც არიან, არა აქვს მნიშვნელობა. არის ერთი ესეთი საინტერესო ამბავი. იესო ქრისტე ეუბნება თანაც, თავად ღმერთი. თუ სამსხვერპლოსთან გაგახსენდება რაღაც სადავო აქვს შენთან შენ ძმასო, მიატოვეო მსხვერპლი სამსხვერპლოსთან, წადი ჯერ შენ ძმას შეურიგდი, მერე მოდი და შეწირე ეგ მსხვერპლიო. ეხლა უბრალოდ აი ამ წინადადებებს დაუკვირდეთ, თითქოს რა არის აქ ისეთი, ხო? ანუ თუ გაგახსენა წადი და შეურიგდი, თითქოს მხოლოდ ეს არის საჭირო. მაგრამ მოდი წარმოვიდგინოთ, წელიწადში ერთხელ უნდა შეეწირათ მსხვერპლი იერუსალიმის ტაძარში. ეს დღესასწაული რო იწყებოდა და ეს მსხვერპლშეწირვა მთელი 12 ტომიდან, სხვადასხვა ქალაქებიდან თუ სოფლებიდან, ადგილებიდან ხალხი მოედინებოდა მილიონობით ებრაელი ერთ ქალაქში, იერუსალიმში. ხო წარმოგიდგენიათ, რამდენი ხალხი იქნებოდა მაგ ქალაქში ჩამოსული მაგ დღესასწაულის აღსანიშნავად. ახლა თქვათ მსხვერპლი წამოიყვანე, ხო, ურემზე დადიან, როგორღაც, ან მანდიყიდე, როგორც წეღან აღნიშნე, იყიდებოდა იქაც. ვაჭრები იყიდნენ რა, ეს ფული ეშოვათ. თქვათ იყიდე, ცხვარი ავიღოთ, თქვათ ცხვარი იყიდე. ახლა ჯერ უნდა ტაძრამდე მისულიყავი, ამხელა ქაოსია, ამდენი დაბანაკებული ხალხი კარვებში, იქო ფიზიკურად ხო ვერ დაეტეოდა ამდენი მილიონობით ადამიანი, ან სასტუმრო თუ იყო, ან ნაცავი თუ ყავდა, ამდენი ადგილი არ იყო ფიზიკურად და კარვები ქონდათ გაშლილი. შენ უნდა გაგეკვალა ამდენ ხალხში გზა, როგორაც მიგეღწია ტაძრამდე, ამ კარიბჭემდე ტაძრის, მერე უნდა ჩამდგარიყავი დიდ რიგში, 1000-ობით ხალხი იყო, ვისაც უნდა რომ მსხვერპლი შეეწირათ, სამსხვერპლომდე რიგში უნდა მისულიყვნენ, რომ მერე მღვდელთან მიეყვანათ ეს მსხვერპლი და იმას შეეწირა შენ სახელზე ეს მსხვერპლი სამსხვერპლოზე. ეს ყველაფერი გამოიარე, გადაალახე, ამდენი ჩოჩქოლი, ამდენი ეს რიგი, ლოდინი, დაღლილობა და აი რომ მიხვედი უკვე სამსხვერპლოსთან, რომ შენი რიგი მოვიდა და აი რომ გაგახსენდებაო, რომ შენ ძმას რაღაცა აქვს შენთან სადაო, მიატოვე მსხვერპლი, წადი ჯერ იმას შეურიგდი და მერე მოდიო და შეწირე მსხვერპლიო, ამბობს თავად ღმერთი. რამდენად მნიშვნელოვანი იყო. გინდაც აი ამ სირთულეების გადალახვის მიუხედავად, რომ აუცილებელია რომ წავიდეთ და ვისთანაც გვაქვს რაღაც სადაო, ან რაიმე პრობლემა, ან ცოლი იქნება, ქმარი იქნება, მეგობარი, დედმამიშვილი, არ აქვს მნიშვნელობა. თუ ვიღაცასთან ჩვენ პრობლემები გვაქვს და ამას არ ვაწესრიგებთ, არანაირი აზრი აღარა აქვს, როგორც ამას. თავად იესო ქრისტე ამბობს, რომ ვიაროთ უბრალოდ ეკლესიაში და იქ სანთელი დავანთოთ, მადლობა გადაუხადოთ ღმერთს, მხოლოდ ღმერთთან მოვიბოდიშოთ და ამ დროს იქ შესაძლოა არსებობს ადამიანი, ვისაც გული აქვს ნატკინი, ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვით, ჩვენ მიერ გამოვლენილი რაღაც აგრესიით და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა უფრო შეეხება მორწმუნე ხალხს, ვისაც უნდა რომ სწორი წარმოდგენა ქონდეს თავის თაყვანისცემაზე, ღმერთის წინაშე. არანაირი აზრი არ აქვს მსხვერპლის შეწირვას, არც ლოცვას, არაფერს არ აქვს უკვე აზრი, თუ შენ მოუგვარებელი პრობლემები გაქვს გარეთ. ღმერთი მოგვიწოდებს, რომ აუცილებლად
ეს პრობლემები მოვაგვაროთ. დროულად თუ მოვაგვარებთ ამ პრობლემებს, ოჯახში იქნება თუ გარეთ, რა თქმა უნდა, უკვე მისაღები იქნება ღვთის თვალში. ღმერთს არ ასჭირდება რა ისეთი რა უნდა მისცე, რაც მისი არ არის, ხო? ხომ ასეა. ყველაფერი მისია სამყაროში. შენ რო რაღაც მიგაგ, ან გინდა სანთელი გინდა დაანთო, არც ეგ სანთელი არ არის შენი, ეს რისგანაც არის შექმნილი ეს სანთელი და ფუტკარიც ღმერთის შექმნილია და ის სანთელიც და ძაფის მასალაც და თავად შენ თვითონაც მისი შექმნილი ხარ. ასე რომ არ უნდა გქონდეს ისეთი წარმოდგენა, თითქოს ჩვენ რაღაც მიუტანეთ ღმერთს, რაც არ ქონდა მას და აი ჩვენი ხათრით გაუჩნდა ეს შესაძლებლობა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის კანონი, რომელიც თავად იესომ გითხრა, რომ გიყვარდეს უფალი შენი ღმერთი მთელი გულით, სულით, ძალით და ჭეშმარიტებით და გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ოჯახში თუ გარეთ უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი ენა, ჩვენი საქციელი. თუ ჩვენ წინაშე ვიღაცა რამეს დააშავებს და საბაბი გვაქვს, რომ გაუბრაზდეთ და განვრისხდეთ, როგორც ეს იესოს შემთხვევაში იყო, მაინც იმან კანონი არაფერი დაარღვია, უბრალოდ გამორეკა, რადგან არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, რაღაც მოქმედება საჭირო იყო, მაგიტომაც იყო აღშფოთებული იესო. ასე რომ ჩვენს თუ რაღაც პრობლემები გვაქვს, გარეთ თუ სახლში, შეიძლება ვიმოქმედოთ, მაგრამ განვრისხდეთ, ოღონდ არ შევცოდოთ. ანუ არ გადავამეტოთ რა მიზეზიც არის შედეგი უარესი რო არ მოყვეს ამ ყველაფერს. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვლოგი, ეს განხილვა. მომწერეთ კიდევ თუ რაიმე კითხვა გაქვთ, რაც გაინტერესებთ. ასევე თუ პირადად რაღაც ისეთი პრობლემები გაქვთ, რაც ესე ზოგადად ვიდეოს მეშვეობით მე შეიძლება ვერ გავიგო, უბრალოდ ერთი შეკითხვიდან ვერ გაიგებ ადამიანს პირად ცხოვრებაში რა პრობლემები აქვს, ამიტომ შეგიძლიათ მომწეროთ Instagram-ზე პირად შეტყობინებებში. მადლობას გიხდით და დროებით გემშვიდობებით. ნახვამდის, კარგად იყავით.